ხელისუფლება ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემიგრანტებს საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ აწესებს ადგილსა და საზღვრებს. ცვლილების მიზეზი პაპუაშვილმა ამგვარად განმარტა. ის აცხადებს, რომ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები ქართულ ემიგრანტებზე ზეწოლას ეწევიან. რომ ესეც მოდის აქედან, აი ამ დაკვეთიდან მოდის, ვინაიდან ჩვენ ხედავთ უფრო მზარდ ინტერესს ქართული არჩევნების მიმართ და რა თქმა უნდა, მათ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მათ მიაჩნიათ ასე ვთქვათ იმ ადამიანებად, რომელზეც ზემოქმედებითაც იქნება და როგორმე შეძლონ და საქართველოში მოიყვანონ უცხო ქვეყნების თუ ძალების მარიონეტები. ასე რომ კიდე ერთხელ ფაქტია, რომ საზღვარგარეთ ხდებოდა ზეწოლა ჩვენ საომრჩევლებზე, ხდებოდა მათ შორის უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ერთი, მეორე საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით ხდებოდა შავი სიების შედგენა, იგივე თვითონ ემიგრაციაში თავის თანამემამულეების ჩაშვებაზე წავიდა ხალხი, ადგენდა შავ სიებს იმისთვის, რომ საარჩევნო შედეგზე გავლენა მოეხდინა. და ამ ყველაფერზე ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტის ზემოქმედების. ჩვენ ვერ ვენდობით ვერც გერმანიის ხელისუფლებას, ვერც ესტონეთის და ვერც ვერავის ხელისუფლებას. მით უმეტეს, როცა ვხედავთ მტრულ ნაბიჯებს ზოგიერთი ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ. ასე რომ, არათუ ვერ ვენდობით, ჩვენ ძლიერი ეჭვი გვაქვს, რომ გერმანიის ხელისუფლება, მაგალითად, როგორც ეს მიხაილ როთმა გააკეთა, შემდეგ ჯერზეც ასე მოიქცევიან ზოგიერთი წარმომადგენლები და შეეცდებიან ქართველ ემიგრანტებზე ზეწოლას იმისთვის, რომ მიიღონ ის შედეგი, რომელიც ზოგიერთ სურს. ემიგრანტების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დიქტატურის გამოვლენებად და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის წართმევად აფასებენ. როგორც ისინი ამბობენ, ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ერთმევათ, რადგან ემიგრანტების დიდ ნაწილს ან დოკუმენტები არა აქვს წესრიგში, ან ფიზიკურად დრო და ფინანსები არ უწყობს ხელს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. პირველ რიგში ძალიან გაუბრაზდი და აი აღშფოთება ვერ დავბალი და აი არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ეს ბრაზი, როდესაც ხარ ესე ბოშორები ჩვენი ქვეყნიდან და თანამოაზრეს ეძებ, პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, ეს არის სოციალურ ქსელებში გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები და რაღაცა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. თუმცა რა თქმა უნდა ეს გავაკეთე, მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ თანამოაზრები ამ ცალსახად უცხოეთში, ვინც ვართ ქართველები ემიგრირებული, ჩვენზე ანტიევროპული და ანტიამერიკული პროპაგანდა არ მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ღირებულებები და ფასეულებები აქვს და დადებითი მხარეები თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უბნებში უცხოეთში აბსოლუტურად ყველგან ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები. ჩემი სამომავლო შეფასება არის ის, რომ აუცილებლად ჩამოვა არჩევნებზეც და ასეთი ვარ ძალიან ბევრი, მადლობა ღმერთს. თუმცა გული შეგვწვევა იმ ქართველებს, რომლებსაც ეს არ შეუძლიათ ფიზიკურად იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მათი ესე ვთქვათ ლეგალური ყოფნა საზღვარგარეთ არ არის დაშვებული, თუმცა ესეც მალე დადგება და ერთი ფიქრი არის ხალხში დადის ესე მოარული რაღაცა აზრივით, რომ მოდი მართლა ეს 1,5 მილიონი ქართველი მართლა ადგეთ და ჩავიდეთ. არა მარტო საარჩევნო, არამედ აი ეხლა უკვე საპროტესტო აქციებისთვის, აი რა მოხდება ქვეყანაში, ხო წარმოუდგენიათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯერჯერობით მხოლოდ რაღაც იდეად რჩება, მაგრამ იმედი მაქვს განხორციელდება და მოლოდინი მაქვს რა, აუცილებლად ეს რეჟიმი, დიქტატორული რეჟიმი, რაც ცალსახად დიქტატორული, როდესაც საკუთარ ხმის უფლებას გართმევენ, მეტი რაღა გინდა როქნა, აი რა უნდა გაგიკეთონ ამაზე მეტი არ ვიცი კიდე. ხო, მაინც და მაინც საყოველეში ხარ ჩამოვლენ, ან დამხრეტენ, ხო, ან გადაგვასახლებენ, სადა ისეაც გადასახლები ხარს. შესაბამისად ღირსება შელახული ხალხი ვართ ემიგრანტები და ამაზე ხმას თუ არ ამოიღებს არავინ და ამაზეც თუ ინერტულად რა რას ვიზამთ, ვერაფერს ვერ ვჭდით, ამ აზრზე დავრჩებით, არ მგონია ქვეყანას კარგი რამე დაემართოს, ცალსახად ძალიან ცუდი არასწორი გზისკენ მიდის ქვეყანა მოკეთა. გურიაში მცხოვრები პოლიტიკოსი კახა ასკურავა ამბობს, რომ ცვლილების მიზეზი მხოლოდ ემიგრანტების არჩევანის მიმართ შიში არ არის. მისი აზრით, ქართულ ოცნებას ეშინია ევროპული მენტალობის მქონე ემიგრანტების, რომლებსაც საკუთარი სამშობლოსთვის ევროპული მომავალი სურთ. თითქოს მარტივდება ეს საკითხი და დაყავთ მხოლოდ იქამდე რომ ქართული ოცნება აგებს არჩევნებს საზღვარგარეთის უბნებზე. მე ასე ცალმხრივად
და მარტივად ამ საკითხს არ უხურებ. ისინი არჩევნებს საზღვარგარეთ 2012 წლის მერე აკებენ. უბრალოდ ეს რიცხვი ნელა უფრო და უფრო მეტად მატულობს, ანუ წაკების ხარისხი უფრო და უფრო მეტად მატულობს, მაგრამ მე მხოლოდ ამ კუთხით არ უხურებენ. ისინი მენტალურადაც ებრძვიან ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ქართველი, რომელიც 10 წელიწადია გავიდა საქართველოსთან, ზოგი უფრო მეტი კიდე მენტალურადაც გახდა ევროპელი. ისინი როგორც ქართული ოცნებისთვის ხო ყველაფერი ის ღირებულებები, რომლებიც იქედან მოდის, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჯერ პირველი ჩათასამარცხინო რაღაცებს საუბრობენ ევროპულ ცივილიზაციაზე და ევროპულ კულტურაზე, მაგრამ ეს ხალხიც ნელ-ნელა მათთვის მენტალურად მიუღებელნი და ესე ვთქვათ, ისინი იმ ხალხს უკვე სხვა საშიშროებით უყურებენ. მათი ინტეგრაცია საქართველოში იწვევს იმას, რომ ის ქართველიც, მისი ოჯახის წევრიც, მისი ნათესავიც სხვანაირად ფიქრდება იმ ღირებულებებზე, რაც მათ შემოაქვთ საქართველოში. იქ რუსეთი მეგობარი ვერასოდეს ვერ გახდება, იქ ქურდული სამყარო ვერასოდეს ვერ იქნება, ესე ვთქვათ, სენიჩი, რაზეც ესენი აქ დგანან. ანუ ხვდებით ხო ის თქმაც მინდა, გარდა რომ არჩევნებს აგებენ ისინი, მუდმივად საზღვარგარეთ ამ დროს იქ უკვე 10 წლის იქ ბავშვებიც დაიბადნენ, ხო? ისინი აბსოლუტურად ევროპული თაობა იქნებიან. იმათლა უკვე იციან სხვადასხვა ენები. ისინი უკვე ქართული ოცნებისთვის, ანუ იგივე რუსული ოცნებისთვის მენტალურადაც მიუღებელი ხდებიან. გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ამდენ ქართველს, რომელიც პირდაპირ არის საქართველოსთან წასული შრომის უნარიანი ნაწილი და იქედან კიდე იმდენ თანხას მიცხოვენ, ერთი წამი წარმოიდგინოს ქართულმა ოცნებამ, ერთი წამი წარმოიდგინოს და ჩვენს ყველას ყავს ემიგრანტი, ხო? ზოგს ოჯახის წევრი, ზოგს დეიდა, ზოგს მამიდა, ზოგს ბიძია, რა მნიშვნელობა ბიძაშვილი. ერთი წამი წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხმა ყველამ ერთ დღეს შეწყვიტა გადმორიცხვები. ამერიკიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, სადაც ერთადი ნაწილი წასული. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება საქართველოში? აი ამაზე დაფიქრდეს ირაკლი კობახიძე და ამაზე დაფიქრდეს ის ქართული ოცნების სამარცხინო სპიკერები, რომლებიც ამას აკრავებენ. საინტერესოა ბოლო საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს მონაცემებით საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%, დიდ ბრიტანეთში 11.5%, გერმანიაში 5.3%, საბერძნეთში 22.2%, საფრანგეთში 10.7%. ქართულ ოცნებას მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.